საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. პრემიერმა ყურადღება 4 მიმართულებაზე გაამახვილა: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო მმართველობა, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, იმ უკანონობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მათ შორისაა ბორდერიზაციის პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, დისკრიმინაცია. დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმადეს, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირებულ 20%-ზე, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20% ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში ადამიანის რესურსების თვალსაზრისით ჩვენ ვართ შეზღუდული 20%-ით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ყველამ ერთად. აქ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის გამახორციელებელი სახელმწიფო დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ბორდერიზაციის გაგრძელების დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, გადაადგილების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის გამახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას და ოკუპაციის პრობლემის მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას და მათთან აქტიურ თანამშრომლობას. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეც, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით დღეს ჩვენ მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის გამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად და აქ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ეს არის ის უმძიმესი და უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, როგორც ჩვენი უშიშროების, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიულ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49 და 50 რაუნდები იყო კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ ვამკვიდრებთ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში ოკუპირებელი ტერიტორიების მნიშვნელობის საკითხს, რამე თუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ამ მშვიდობიანი გზა გადის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მათ პროაქტიულ ჩართულობაზე ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობო აღდგენა. ეს არის ერთადერთი და ეს იყო ყოველთვის ერთადერთი კომპონენტი, სადაც ჩვენ შეგვეძლო ჩვენი მოქალაქეების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ამ მექანიზმების შეზღუდვა, ისევე როგორც დროებითი გამოშვები პუნქტების გრძელვადიანი გაჩერება, გრძელვადიანი შეზღუდვა ამ გადაადგილებებზე პირდაპირ არის რისკი ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 4-ზურია ტატუნაშვილის სია და ამ მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იზიარებენ პრემიერის შეფასებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვა და ამ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ყველა ის მიმართულება, რაზეც იყო გაკეთებული აქცენტი, განსაკუთრებით გამოვყოფ ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ წნეხს, რომელსაც მუდმივად ახორციელებს საოკუპაციო ძალა ჩვენ საზოგადოებაზე. მნიშვნელოვანია ინიციატივებში და პროცესში ჩართულობა და მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჟენევის დისკუსიებს, ჩვენ აქტიურად ვახერხებთ და ვაყენებთ ყველა იმ საკითხს,
მიმდინარე საფრთხის და ვცდილობ მაქსიმალურად რომ ამ საკითხებზე რეაგირება იყოს ეფექტიანი და დროული. ბატონმა პრემიერმა თავის ანგარიშში, რომლითაც ის წარდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე, დიდი ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს დარღვევები იქ ხორციელდება მუდმივად, აი ამ წუთშიაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ ჩვენ შექმნილი გვაქვს სპეციალური სამსახური, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე. ამ საკითხებზე მუშაობენ ჩვენი იურისტები, რომლებიც აუცილებლად მოამზადებენ სხვადასხვა სარჩელებს საერთაშორისო სასამართლოებში აი ამ დარღვევებთან დაკავშირებით. ასე რომ ოკუპანტები, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, აგებენ პასუხს იმ დანაშაულზე, რომელსაც ისინი ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩადიან. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ყოველ დღიურად თითქმის მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია. პოლიტოლოგები ინციდენტების პრევენციის მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და დიალოგის რეჟიმის აუცილებლობაზე საუბრობენ. დიალოგს ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ალტერნატივა არ აქვს არანაირად. დიალოგის არ ქონა ნიშნავს მეტ გაუცხოებას და ერთმანეთის მიმართ მეტი მტრობის გაჩენას. შესაბამისად, საჭირო არის რაც შეიძლება ინტენსიურად ყველა დონეზე საუბარი მათთან, რადგანაც ამის გარეშე არ გამოვა ბუნებრივი მათი დარწმუნება. ამის გარეშე არ მოხერხდება მათი გამოყვანა საინფორმაციო იზოლაციიდან, რომელშიც ისინი არიან მოქცეულები და სამწუხაროდ ამ იზოლაციის გამო ისინი საქართველოს უყურებენ მტრული თვალით, რადგან ჩვენზე თითქმის არაფერი არ იციან, აქვთ მცდარი ინფორმაცია, იკუებიან ძირითადად რუსული პროპაგანდის ფეიქ ნიუსებით. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაქტიუროთ მაქსიმალურად სწორედ ამ მიმართულებით საინფორმაციო იზოლაცია. უნდა გავარღვიოთ მათი, უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მათ ყურებამდე და რაბსთავარი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არა ვართ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც მხარეებს თანამშრომლობის შესაძლებლობა ეძლევათ. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი შეიძლება უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მატარებელი გახდეს, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე მთლიანად რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განვითარებისათვის. მისი აქტიური ამუშავება და დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრებმა შეკითხვები დასვეს. ერთ-ერთი კითხვა აფხაზური სახლის გახსნას ეხებოდა. სვეტლანა კუდბა აფხაზური სახლის გახსნის საკითხის დაძვრა და გთხოვთ ლობირება გაუწიოთ. გაუწევ ლობირებას, გპირდებით. რატომ დავაყენე ეს საკითხი? იმიტომ რომ კარგად ვიცით ჩვენ რომ აჭარაში კომპაქტურად დასახლებული არიან აფხაზები. აფხაზური ენა ფაქტობრივად გაქრობის პირას არის და ბევრი ოჯახები დღესაც ჩვენთან აფხაზური ოჯახები არიან, შერეული ოჯახები, მართლა არის რომ იციან აფხაზური, მაგრამ სამწუხაროდ აი სამაგალითოდ მე გული მტკივა რომ ჩემმა შვილიშვილმა არ იცის აფხაზური. როცა შენი მისიენი დაელაპარაკები, რა თქმა უნდა, ურთიერთობა და გაგება იქნება უფრო სწორი და მართალი. ოკუპირებული ტერიტორიის საკითხით დაინტერესებული პირები თანხმდებიან, რომ ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა მშვიდობიანი გზაა, რომელიც გადის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ამ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობაზე.